დავით, აი ამ კვირას ჩავწერეთ თქვენთან ინტერვიუ თბილისელების ჟურნალისტებს თქვენ ასეთი არ ამ რომ დასავლეთი საქართველოს განიხილავს როგორც პროქსი ომის საშუალებას ასე ვთქვათ. როგორც ინსტრუმენტს და პრინციპში ამაში არც არაფერი არ არის გასაკვირი, და ჩვენ ვამბობთ ჩვენ გვინდა დასავლეთთან, ჩვენ გვინდა ევროკავშირში. ევროკავშირი გეუბნება შენ თუ გინდა ჩემთან, შენ უნდა გააკეთო ესა და ეს, უნდა იყო ასეთი და ასეთი. და ამას და ამას უნდა დაანებო თავი და ასე შემდეგ. თუ გინდა ჩემთან. ეს აბსოლუტურად ისეთი ბუნებრივი და ლეგიტიმური მოთხოვნაც კი არის. ჩვენ ვამბობთ გვინდა, თუ გინდა, მაშინ გააკეთე. თუ გინდა ჩემთან, მე რომ დამჭირდება, შენ წადი და შევარდი ცეცხლში. მე ამაში ლოგიკას ვხედავ და მე საერთოდ არ ვადანაშაულებ მათ. მათი დამოკიდებულება არის ესეთი და ის განგიხილავს, ხო ეხლა მე მჭირდება თქვათ ვიღაც რაღაც ტერიტორია, ჩემი გეოპოლიტიკური ინტერესისთვის მნიშვნელოვანია, რომ აი სამხრეთის საზღვრიდან დავასუსტო, თქვათ რუსეთი, ანუ შენ და შეესრულა ეს ფუნქცია. ჩვენ ვამბობთ რომ გვინდა, მაგრამ ამ ფუნქციის შესრულება არ გვინდა. ეს მოდის წინააღმდეგობაში. კი ბატონო, ანუ რუსეთს რა უნდა, ჩვენ ეს ვიცით, ხო? იქ მე არ ვიცი, აი რა უნდა მოხდეს, რომ განსაკუთრებით ცხინვალში რო ბაზა, აი ყირიმმა შეიძლება მისიის დააოყოს, მადა და რაღაც აფხაზეთის საზღვაო აკვატორია, აფხაზეთის ნაწილი, მაგრამ ესეც მეჭვია, მაგრამ აი ცხინვალის ბაზას ალტერნატივა არ აქვს, არ დათმობს, აი რამ უნდა გაიყვანოს ის ბაზა აქვს და ეს მინდა და მე გითხრა, აი ამ სიტუაციაში როგორც არის შექმნილი რუსეთის ინტერესი და დასავლეთსაც სავსებით ბუნებრივია. ვნახეთ ამერიკის შეერთებული შტატებისაც მათ სარფიანად ხა ჩვენ არავინ ჩაგვახედებს იმ ხელშეკრულებაში რაც დაიდო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის, თუმცა ჩვენი საზოგადოების ნაწილი ძალიან მოწონს. კი ბატონო, ალბათ, მაგრამ აი კონკრეტიკა იქ როგორი იქნება, რანაირად იქნება და ძალიან საინტერესო რამ მოხდა. ამ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელმწიფეს ვენსი ამბობს, რომ ეს ომი დიდი ხანი არ დამთავრდება, ჩვენ ამის დამთავრების პოტენციალი არ გვაქვს. აბა მაშინ ხელშეკრულებას რო ხელი მოაწერე, ხო? იბადება კითხვა. აი ეს თემი, აი ეს რა ტიპის თამაში მიდის ჩვენ სად ვარ და საერთოდ ჩვენ რა გამოსავალი გვაქვს ამ სიტუაციაში.